მათთვის აქ შევქმნის სასათბურე პირობებს. რამდენი ფულის გაკეთების შესაძლებლობაც ექნებათ, იმდენი ფული გააკეთონ. გარკვეულ შემთხვევებში შეუძლიათ გადასახადი არც გადაიხადონ, თუ ისინი არალეგალურ ბიზნესს აწარმოებენ ჩემს ქვეყანაში. დაახლოებით ამას ეუბნება ბიზნა ივანიშვილი, ზოგადად რუსეთს და კონკრეტულად კი რუსეთის სპეცსამსახურებს, რომლებიც კურირებენ საქართველოზე მუშაობენ და ცხადია, პირველ ყოვლისა ემუშავებიან საქართველოს დე-ფაქტო მმართველს, პირს, რომელსაც ეს ქვეყანა ინდმეწარმე ან მისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჰქონია, რომელსაც ყველაფერი შერჩა მეთქი. თუ ვიტყვი ასე, ესეც არ იქნება გადაჭარბებული. ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყანას ის აღიქვამს საკუთარ და მხოლოდ საკუთარ ფეხსალაგად, რისი გაკეთების უფლებასაც აძლევს საკუთარ თავს, უკლებრივ ყველა სფეროს აკეთებს. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები უარესები და არა კარგები, ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ყველა სფეროში არიან შემოჭრილნი და ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს საქართველოს ანექსია. მაგალითად, თუ რუსეთში ვინმეს აქვს კრიპტო და ამ კრიპტოს გათეთრება ან გაცოცხლება ან კონვერტაცია უნდა, მოდი ასე ვილაპარაკოთ, ის აზიმუტის თუ სხვა რომელიმე ავიაკომპანიის თვითმფრინავით გადმოფრინდება საქართველოში, ესაუბრება მნახულობს და ესაუბრება რომელიმე საშუალო თუ მსხვილ ბიზნესმენს, ამ კრიპტოს ურიცხავს შესაბამის კრიპტო პლატფორმაზე და აქ გარკვეული პროცენტის დატოვების სანაცვლოდ 1-2% მაქსიმუმ ფულს იღებს და გადის. ასე მაგალითად ბრუნდება, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ან საერთოდაც თბილისი-მოსკოვის რეისით მშობლიურ საზიზღარ სახელმწიფოში. რუსები შემოსული არიან ენერგეტიკაში, რუსები შემოსული არიან ტრანსპორტში, რუსები შემოსული არიან გაკვირდებათ და განათლების სისტემაში, რუსები შემოსული არიან ჯანდაცვის სისტემაში, რუსები შემოსული არიან გაგიკვირდებათ და ასე მაგალითად მშენებლობაში. არ ვიცი თქვენ შეხვედრიათ თუ არა, მე ნამდვილად შემხვედრია, როდესაც რუსული კომპანიის წარმომადგენელი რუსულ ენაზე რუსებისათვის აპიარებს რომელიმე ახლად აშენებულ თუ მშენებარე კორპუსს. Вы знаете, заходите у нас квартиры რაღაცა ტრიოხკომნატნი თუ რაღაც ამბობს იმ მომხიბვლელ სიტყვებს, რომლებიც აბა ჩვენ შიგ დარჩეს. ეგრა მაგის პასუხი, ამდენ ბინას ქართველები ყიდულობენ. ან ქართველები, თურქები, არაბები და ირანელები ყიდულობენ ერთად. ამერიკელი რო აყიდულობს საქართველოში ბინას, მოგეხსენებათ. ფრანგი თუ ინგლისელი და ამ ბინების, რაც არის ბაზარზე ეხლა გამოგდებული 80%-ს, 70%-ს მაინც სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ 5-10 წელიწადში ისინი არათუ ბინადრობის უფლებას მოიპოვებენ საქართველოში, არამედ საერთოდაც მოქალაქეები, ანუ ამომრჩევლები გახდებიან საყველპურო. ქართული ექნებათ ჩასაბარებელი და საყველპურო საქართველოს ისტორია. დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. ამას თუ იტყვის ქართულ ენაზე რომელიმე ივანოვი, მას თეატრულუკიანი რომ იყო ის მინისტრი, ის სამინისტრო, ან იუსტიციის სამინისტრო მიარჭობს თუ მართებული სიტყვა საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას. ანუ მოქალაქეობას მისცემს, განა არ მისცემს ივანოვს, პეტროვს და ამ ივანოვ პეტროვებში, სიდოროებში, ფიოდოროებში ვინის ის და რამდენი აგენტი იქნება წარმოდგენილი. აქ გითხარით ჯანდაცვაში, განათლებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში, ტურიზმში. თუ არ შეგხვედრიათ გიდები, რომლებიც რუსებისათვის, რუსეთის მოქალაქეებისათვის დახვეწილ რუსულ ენაზე აპიარებენ საქართველოს ასე მაგალითად ეკლესია მონასტრებს. ჩამობრძანდით, приезжайте, мы вам покажем, ალავერდი რაღაცებს რომ ლაპარაკობენ, უმეტესწილად რასაკვირველია გაყალბებული ისტორიაა და ამ გაყალბებულ ისტორიაში ხანდახანზე ხშირად გამოურვებენ ხოლმე ისეთ მესიჯებს, განსაკუთრებით ქართველი. თუ ვინმე საინტერესებს რუსი გიდის მიერ ჩატარებული ექსკურსია, ქართველი
ტურისტებისა კი არა, დამსწრეებისათვის, რაც პრინციპში ღიად რომ ვილაპარაკოთ, გამაგიჟებელი თუ გასაგიჟებელი ინფორმაცია ავის და აიცი Россия, и Грузия, всегда были, всегда их эти страны объединялись, всегда у них одна история, одна совместная история. Сахарова, რასაც ლაპარაკობს, პრინციპში მას ლაპარაკობენ ოდნავ სხვაგვარად გიდები. მე გიხსენეთ, რომ ტრანსპორტშიც არიან უხვად შემოსული, სუხეთ შემოსული რუსები მეთქი, სკროლვისას. მე წავაწყდი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნასტასია არაბულის კარგი გოგოა, ახალგაზრდა კარგი ჟურნალისტია. სიუჟეტს კი არა, ესეთ არის თან სტენდაპი აქვს, თან სიუჟეტი აქვს, თან ტექსტი აქვს, მოკლედ არაჩვეულებრივ მასალას, ჟურნალისტურ მასალას. რაზე იცით? Яндекс. აი, Яндекс ტაქსს რო ვიძახებთ ჩვენ, ან Яндекс დელივერით რომ სარგებლობთ, რომ მოგვიტანენ ხოლმე ტიპები შეფუთულ, ასე მაგალითად საკვებს, თქვათ ხინკალს. აი იმ კომპანიაზე წავაწყდი. ოღონდ კონკრეტულად დელივერიზე კი არ არის, ან Яндекс ტაქსიზე. არამედ სულ სხვა მიმართულებაზე, რომელიც საკმაოდ კარგად განავითარა თურმე ამ რუსულმა გიგანტმა. საფრთხილო ამბავია ბატონებო ეს. იმიტომ რომ Яндексი, ნასტასია არაბული, უკეთ აგიხსნით, რაშიც არის საქმე. გადავახვიოთ და 6 წუთიან სიუჟეტს მივადევნოთ. თვალყური ალაგ-ალაგ შეიძლება გავჩერდე კიდეც. და ჩემი კომენტარები დავურთო. გეკნებათ, როგორ იმატებს თბილისის ქუჩებში რუსული Яндексის სკუტერები. მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ, რომ ეს სკუტერები რუსეთისა და საქართველოს გარდა სხვაგან ბევრგან არ შეგხვდებათ. სკუტერებზეა საუბარი. ანუ აი სკროლებზე მე არ მისარგებლია სიმართლე გითხრათ, სულ ვერიდები ხოლმე. ემან რამე ტრავმა არ მივიღო, მაგრამ ჩემზე უფრო მოუქნელებიც გადაადგილდებიან ამ სკროლ სკუტერებით. სწორედ Яндексის სკუტერებზე აქვს გაკეთებული სიუჟეტი ნასტასია არაბულს, ივესალბოთ მასაც და ეს სიუჟეტიც მოვიწონოთ. ყველა სიტყვა, რომელსაც ჟურნალისტი წარმოთქვამს, ყველა აქცენტი, რომელსაც ჟურნალისტი აკეთებს, უაღრესად საყურადღებოა და თუ რამ მომეჩვენება, რომ ბოლომდე არ არის გახსნილი ჩემი აზრით, რა საკვირველია მის კომპეტენციაში, რა საკვირველია არ მეპარება ეჭვი, მე თქვენის ნებართვით გავშიფრავ და კიდევ უფრო ფცლად ვისაუბრებ იმ მონაკვეთზე. ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ მოიპოვა ქართული ბაზრის მონოპოლია რუსულმა კომპანიამ, რომლის სერვისებსაც რამდენიმე ქვეყანაში მკაცრად ზღუდავენ, ან სულაც კრძალავენ. დაგეტყვით. ანუ რომ რამდენიმე ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ Яндексის ზოგადად სერვისებს რამდენიმე ქვეყანაში ან ზღუდავენ, ან კრძალავენ. ოღონდ საქართველოს ევროკავშირისკენ მიდის ამ ბანდიტ ირაკლი კობახიძეს რომ მოусმინო. არ აინტერესებს რა, როგორ შემოარღვევს შენს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რუსეთის ფედერაცია და მათ შორის ვითომ კერძო კომპანია Яндексი, არ აინტერესებს რა, ირაკლი კობახიძე და განამხოლოდ ის, ასეთ პარპაშოველად აქცევენ ჩვენს ქვეყანას კობახიძეს რას ვერჩი. Яндексის შემოსვლა გარწმუნებს, რომ ბიზინა ივანიშვილის დონეზე იყო გადაწყვეტილი. ბიზინა ივანიშვილს შესთავაზეს მისმა ნაჩალნიკებმა, ФСБ-შნიკებმა მოსკოვიდან და ბიზინა ხო ეუბნება გააკეთეთ აქ ფული, ეს არის თქვენთვის ოაზისი. თქვენ შეგიძლიათ აქ იშოვოთ ფული, თუნდაც ნუ გადაგიხდიათ, გადასახადები Яндексი ალბათ გადასახადებს იხდის. და ბევრ ჭყალებში თუ უბჭყალებოდ დებილ ქართველს გონია რომ ოღონდაც კი გადასახადი გადაიხადოს და საბოლოო ჯამში სხვა რა. დიახ, სწორედ იმიტომ რომ Яндексი არის რუსულ ФСБ-სთან შეკრული და მე გავაგრძელე ნასტია არაბული უკეთ ხსნის ამას. მასაც რა კავშირშია ეს ერთი შეხედვით სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალება ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ცოტა შორიდან დავიწყებ. რუსული Яндексი ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ინტერნეტ პროდუქტებს და სერვისებს და ამ სერვისებით და პროდუქტებით ვაჭრობს. Welcome to Yandex, the largest technology company in Russia. აქვს საკუთარი საძიებო სისტემა და რუკა, როგორც Google-ს, საკუთარი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, როგორც Amazon-ს, გარდა ამისა ტაქსი, მიტანის სერვისი და ბოლო წლებში უკვე სკროლებიც, რომლებიც ცხადია თავად Яндексის რუკებით მუშაობენ. 2023 წლის ანუ Яндексს აქვს ეს იცით ხო პრინციპში, მაგრამ მაინც Яндекс, მათ შორის Яндекс ტაქსის აქვს საკუთარი რუკები, საკუთარი map
და ამ არა Google Map-ით, არამედ Yandex Map-ით გადაადგილდებიან. მე არ ვიცი სიმართლე ითხრათ რამდენად კარგია ის, მაგრამ უსაფრთხო რო არ არის ზოგადად Yandex-თან ურთიერთობის დაჭერა, ეს ამ სიუჟეტამდეც ვიცოდი და იქნება და ხო, ამას აღვნიშნავ. რატომ ვამახვილებ ამ ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ ამ სიუჟეტზე განსაკუთრებულ ყურადღებას? იმიტომ რომ რადიო თავისუფლებას კი ძალიან ბევრი მაყურებელი ხავს, მაგრამ აი იმდენი მაყურებელით მეტი თუ ეყოლება რამდენიც ნახავს ჩემს ვიდეო ბლოგს, იქნება და უფრო კარგად გაერკვეთ თქვენ იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არის შექმნილი უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. და ბიზინა ივანიშვილზე გავაკეთოთ კიდევ ერთხელ აქცენტი, დავსვათ კიდევ ერთი აქცენტი. ბიზინა ივანიშვილმა მისცა კარდ ბლანში, მწვანე აუნთო რო ამბობენ მთელ რუსეთს ყველა სფეროში და ამიტომაც ინფილტრირებულია რუსეთი. ყველა სფეროში და მომავალ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის ყველაზე მკაცრიც კი, ფრიად და ერთობ გაუჭირდება რუსების ყველა მიმართულებიდან, ენერგეტიკიდან, ტრანსპორტიდან, ტურიზმიდან, მშენებლობიდან, ასე შემდეგ და შემდეგ აღბფხრა და გადაგდება. გაუჭირდება, იმიტომ რომ შეიძლება სასამართლო დავები მოხვეს. აი, რა გაუკეთა ივანიშვილმა და ხომ არ დაგავიწყდათ, რომ რუსეთი ჩვენი მტერი სახელმწიფოა. ემანდ ხომ არ შემოგავიწყდათ, რომელიც შენი ქვეყნის დასუსტებით, განადგურებით, გაუბედურებით არის დაკავებული, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ემანდ შემთხვევით ვინძლო ხომ არ დაგავიწყდათ. მე მგონი ზოგ თქვენგანს მართლა დაავიწყდა, რომ გამოხაინდრავდით. თუმცა გამოხაინდრავება ალბათ მაინც არასწორი სიტყვაა. ხაინდრავა ყოველთვის ხაინდრავა იყო, ანუ არასოდეს არ ყოფილა საქართველოს სამსახურში. სექტემბრიდან რუსეთში ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც ტაქსის სერვისის გამცემ კომპანიებს, საცხადია მათ შორის Yandex-საც, ავალდებულებს FSB-ს მისცენ შეუზღუდავი. რა საინტერესო ამბავია. ამოქმედებულა რუსეთში განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც Yandex-აც მათ შორის ავალდებულებს, რომ FSB-ს მისცეს, რა მისცეს? მითხარით? ავტომატური წვდომა შეკვეთების საინფორმაციო სისტემებზე და მონაცემთა ბაზებზე. მონაცემთა ბაზებზე ავტომატური წვდომა, ანუ რასაც აი ახლა რომ შეიყვანეთ თქვენ, აი ეს არის ბავშვის პადი, რომ შეიყვანეთ და გამოიძახეთ Yandex-ი, ეს თქვენს მიერ, თქვენი მისამართიდან სადაც ხართ, მაგალითად თბილისში ჭავჭავაძეზე. აი თქვენს მიერ გამოძახებული ლუბიარკა მიცის უკვე. თქვენი მონაცემები, რა მონაცემებზეა საუბარი? ახლავე არ გეკონოთ, რომ ან მე დამავიწყდა, ან ამ სიუჟეტის ავტორს. რომლებიც მოიცავს როგორც მცხოვრების, ისე კლიენტების პირად მონაცემებს, რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც. ანუ თქვენ ახლა რომ აი მაგალითად გია უცნობი გაჩეჩილაძის უფიხებზე კიდია საბოლოო ჯამში, ხა რუსები მის შესახებ ინფორმაციას გაიგებენ თუ არა, მაგრამ ის ჭავჭავაძეს ცხოვრობს. ალბათ საკუთარი მანქანაც ყავს. არ მძღოლი ემსახურება, არ ვიცი, მაგრამ ხანდახან შეიძლება ის სარგებლობს Yandex-ის თეორიულად. ან დილივერით, ან ტაქსით და გამოიძახა ჭავჭავაძეზე ცხოვრობს. ნამდვილად ვიცი, ცხოვრობდა ყოველ შემთხვევაში და გამოიძახა, მოვიდა ტაქსი, ეს ყვითელი ლოგოთი თუ არ ვიცი, ნუ რა წარწერით და მის შესახებ ინფორმაცია, არა ისედაც ეცოდინება მოსკოვს ყველაფერი მის შესახებ რასაკვირველია, შეგრული ყავს თავიდან ბოლომდე, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ მოკლედ ინფორმაცია გამომძახებლის თაობაზე ეგრევე არის ლუბიანკაზე. იქ მაინც და მაინც ივანოვი კი არ ზის და ამოწმებს ყოველდღიურ რეჟიმში რა შეამოწმებს ამ ხელმა, საჭიროების შემთხვევაში ფაილს ამოიღებს, ფაილს გადაათვალიერებს და იცის, რა იცის, გეტყვით რაც იცის. Yandex-ი ამ კანონის ამოქმედებამდე ღიად თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ Yandex-ი შლიდა და მალავდა რუსულენოვანი მომხმარებლებისთვის სტატიებსა და პოსტებს როგორც ომის, ისე უკრაინაში რუსული დანაკარგების შესახებ. უკრაინაში ამ კომპანიის სერვისები, მათ შორის ტაქსი, 2017 წლიდან აკრძალულია. სად იყო 2022 წელი 5 წლით ადრე აკრძალეს უკრაინელებმა. ყირიმის ოკუპაცია უკვე მომხდარი იყო. ბიზინა ივანიშვილმა იცით რა გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ოკუპანტი საზოგადოების ერთ ნაწილს შეაყვარა, ოღონდ გულწრფელად შეაყვარა. იმით არა მარტო დააშინა ოკუპანტით, არამედ შეაყვარა კიდეც мы без России пропадем.
ჩვენ რუსეთის გარეშე და ვიკარგებით. ყველაფერი მიშას ბრალე, პუტინის კი არა. მიშას ბრალე. აი ეს უთხრა და ამის თაობაზე twin-თა რეცხვის კამპანია ჩაატარა ოლიგარქმა ივანიშვილმა. ჯერჯერობით წუთი და 42 წამია გასული. ტაქსი იყო ამ პირველი სიუჟეტისა. სერვისი, რომლითაც რუსული კომპანია საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. 2024 წლის სექტემბერში კი საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა Yandex ტაქსის მფლობელი კომპანია დააჯარიმა იმის გამო, რომ საქართველოსდან მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ჰქონდა რუსეთს. უფრო კონკრეტულად კი ტაქსის გამოძახების აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს უკავშირდებოდა და ამ დროს რუსული მხარისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა მომხმარებლების IP მისამართი. სულ რამდენიმე კვირის წინ იმავე მიზეზით ნიდერლანდებმა 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა Yandex-ის საერთაშორისო ფრთისშვილობილი ტაქსი. ანუ ნიდერლანდები, რომელიც ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოა, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას უფრთხილდება, ხოლო ბიზინა ივანიშვილის ფრთების მოქცეულებს მამუკა მდინარაძე, რომელიც გენერალ-ლეიტენანტი იმ ტიპს, სკროლვისა და სკრინვის ხო სწორი წარმოთქვა სააგენტოს თუ სამმართველოს რო ქმნიან, იმათ ფეხებზე კიდიათ შენი მონაცემები, მათ შორის საბანკო პირადი მონაცემები, ფეხის ზომა და ლამის სექსუალური ურთიერთობები მოხდება თუ არა Yandex-ში მოხდება. ანუ Facebook-ში მოხდება. უფრო ზუსტი რომ იყო, ხდება კიდეც. სერვისი Yango, რომლის საოპერაციო კომპანიის დასახელებაც არის RightTech International. მონაცემების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ პერსონალური მონაცემების გადაცემა რუსეთისთვის განსაკუთრებით პრობლემურია, იმის გამო, რომ იქ ადამიანის უფლებებს არ იცავენ და არავინ იცის სახელმწიფო ამ მონაცემებს ვის წინააღმდეგ როგორ გამოიყენებს. მოდი ბარემ ვთქვათ, რა მონაცემებზეა საუბარი. ამგვარ კომპანიას შეუძლია წვდომა ჰქონდეს თქვენს საბანკო ბარათებზე, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართებზე, ტელეფონის ნომრებზე, გადაადგილების მარშრუტებზე, შესაბამისად ცხოვრების წესზე, ინტერესებსა და გარემოცვაზეც კი. ეს შემთხვევა, ნიდერლანდების შემთხვევა, გარდა მასშტაბური ჯარიმისა, საინტერესოა იმ მხრივაც, რომ გამოკვეთს ფორმალურად სხვადასხვა კომპანიებს შორის დაფარულ კავშირებს. Yango 2018 წელს შექმნილი ბრენდია იმ საერთაშორისო ანუ Yandex-ის შვილობილი თუ პარტნიორი შვილობილი უფრო კომპანია Yango ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში დაჯარიმებულია. Yango-საც და Yandex-საც და შესაბამისად Facebook-საც აქვს. ჩემი ბარათის, სად არის ბარათი აქ არა მაქვს, ბარათის მონაცემები, პირადობის მოწმობის მონაცემები, სხვა მონაცემები ჩემს შესახებ. მაგალითად, ჩემი ჯანდაცვის მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მონაცემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ გენერალ მდინარაძეს ეს ყველაფერი პრობლემად არ მიაჩნია. გენერალ მდინარაძეს კი არა, გენერალის სიმს ჭყალებს ხადია. ბიზინა ივანიშვილს არათუ პრობლემად არ მიაჩნია, არამედ საერთოდ მიაჩნია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ჩამოდით და გააკეთეთ ფული. აი თქვენ ჩემი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს სივრცე, გააკეთეთ რაც გინდათ, იშოვეთ ფული, დედასტირებია ამ ქვეყანას. დაახლოებით ეს არის ივანიშვილის მესიჯი, ანუ გზავნილი. აზრებისთვის, სადაც რუსული კომპანიის შესვლა პრობლემური შეიძლება იყოს. სახელი Yandex Go-ს შემოკლებული ვერსია. მისი მენეჯმენტი კი Yandex-ის ყოფილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. მაგრამ თავარი ისაა, რომ ჰოლანდიურმა მარეგულირებელმა ჯარიმა გამოთვალა Yandex-ის გლობალური წლიური ბრუნვის საფუძველზე და ამ გადაწყვეტილებით თქვა, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია რეალურად ისევ რუსული ტექნოლოგიური გიგანტის ნაწილია. სწორედ უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით 2022 წელს Yandex-ის სრულად დაიკრძალა ბალტიის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში. დაუბრუნდეთ სკუტერებს თბილისის ქუჩებში. კომპანიაში ამბობენ, რომ სკროლები, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, ეკუთვნის არა რუსულ კომპანია Yandex, არამედ ორ ქართულ იურიდიულ პირს, RightTech Georgias და Delivery Technologies საქართველოს. თუმცა, ოფიციალური ამონაწარების მიხედვით ამ ორ კომპანიას თავის მხრივ ფლობს საერთაშორისო ჰოლდინგი. Yandex-თან დაკავშირებული კომპანიების რუსული კვალი ჩანს ქართული საჯარო რეესტრის მონაცემებშიც. RightTech Georgias, რომელიც საქართველოში 2022 წლის მაისში დარეგისტრირდა, 2025 წლამდე რუსეთის მოქალაქე კირილ სვინცოვი მართავდა. ეს არის კირილს ბოდიში Yandex Go-ში DST-ს ქვეყნებში სერვისების ეს კირილ სვინცოვი რაგვარიც არის. როგორ გონიათ Facebook-ის აგენტი არ არის? ესე გონიათ. მაკროფონს შოულობს. ბოდიში განვაგრძოთ მეორე ტიპიც უნდა
აღმოაჩინოს და გაგვაცნოს ვინც არის ბოდიში. განვითარების ხელმძღვანელი, რომელიც გასულ წელს ამავე კომპანიაში საერთაშორისო ბაზრების ხელმძღვანელი გახდა გაზიარებადი სერვისების განვითარების მიმართულებით. 2024 წლის ივნისში ბელარუსის მოქალაქე პაվել კუძელკამ Delivery Technologies საქართველო დაარსა. ეს პაվել კუცენკა როგორ გონია თუ გვაგვარია? კუძელკა, პაվել კუძელკა როგორ გონიათ? Facebook აგენტი არ არის? ის რა 4:35-ია გასული ამ სიუჟეტიდან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ერთადერთი თხოვნა მაქვს რა, მართლა ეხლა კიდე 7 წუთი ხო ვიქნები ეთერში, თუმცა მე ყოფილვარ. გევედარებით, აი გემუდარებით, უბრალოდ არ ისარგებლოთ Yandex Delivery-ის, ხო არის სხვა კომპანიები. Yandex Taxis, Yandex Delivery-ის, Yandex Scooter Scroll-ის და კიდე რაცაც ნახავთ Yandex-ის და ასე შემდეგ სერვისებით არ ისარგებლოთ, ხო? ყველაფერი ეცოდინება თქვენ შესახებ რუსებს. რუსები არიან ოკუპანტები, რუსეთის FSB-ს ეცოდინება, რუსეთის FSB-ს თანამშრომლები არიან ასევე ოკუპანტები, რომლებიც არიან ანგარიშვალდებულნი პუტინთან. ამას ეს ახორობა ქართველებისა რომ ვერ ხვდები, ვითომ ქართველებისა რომ ვერ ხვდება ახვარები რო არიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საშიშროება არ არსებობს. საშიშროება რეალურია, ნამდვილად რეალურია. ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩვენ. და ინდივიდუალ გასდაგაკლებენ არაფერს ასე გგონია თქვენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში პენსი თანხა რო გერიცხებათ ბარათზე, ისიც კი შეიძლება დაბლოკოს არა Yandex-მა, არამედ FSB. აი ამდენ სფეროში რო შემოუშვა ბიზნეიორიშვილმა და რეალურად ანექსია მოხდა ამ კომპანიების მიერ მხრიდანაც ჩვენი ქვეყანა, ეს კი ცალკე და უფრო მსუყედ და უფრო მძიმედ სალაპარაკოა კვალიფიციურ პირებთან. გვყავს ჩვენ კვალიფიციური პირები. ვის სჭირდება მათი კვალიფიკაცია ქვეყანაში, რომელშიც გენერალ-ლეიტენანტი მამუკა ამდინარაძეა. ნახვამდის.